იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის 82% ხელფასებზე იხარჯება. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია თანამგზავრთან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა პაატა გოცირიძემ გააკეთა. უმაღლესი სასწავლებლის 2014 წლის ბიუჯეტი აკადემიურმა საბჭომ 18 თებერვალს დაამტკიცა. დაუშვებელია ასეთი მაღალი ფინანსური რესურსი მხოლოდ სახელფასო ანაზღაურებაზე მიდიოდეს და უნივერსიტეტის განვითარებაზე მინიმალური თანხები იხარჯებოდეს. ასე გამოეხმაურა სასწავლებლის სტუდენტი და სტუდენტური გაერთიანება ახალი ტალღის ლიდერი ნოდა რეჟიშვილი გაერთიანებულ სხდომაზე დამტკიცებულ ახალ ბიუჯეტს. ის რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას შტატების შემცირებისკენ მოუწოდებს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში 293 ადამიანია დასაქმებული, აქედან 92 აკადემიური პერსონალია. 2% შეიძლება ითქვას, რომ ეს მთლიანად თანამშრომელთა ხელფასებს ხმარდება. ეს სტუდენტების შემოსავლის ნაწილი. აქ არის ლაპარაკი როგორც მოწვეულ სპეციალისტებზე, ისე შტატში მომუშავე თანამშრომლებზე. აქედან ჩვენ შეიძლება გამოვყოთ თვითონ ეს 82% საკმაოდ მაღალი ციფრია, რომელიც შეიძლება მოხმარდეს სხვა მიმართულებით. მესმის პრობლემის არსი. ზოგადად ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენს უნივერსიტეტში მოსამსახურეთა შტატები ძალიან არის გაბერილი და გადაჭარბებულია იმ სტანდარტულ რაოდენობას, რაც უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის მიუღებელია 3,5 მილიონიანი ბიუჯეტიდან 3 მილიონი წავიდეს ხელფასებში და 9,5 მილიონი არ მოხმარდეს უნივერსიტეტის განვითარებას, მეცნიერების განვითარებას. ეს არის ყველაზე მთავარი. უნივერსიტეტის სიტყვა ასოცირდება სტუდენტთან და პროფესორთან. ყველაზე მეტი თანხა ჩემი აზრით უნდა მოხმარდეს სტუდენტს, უნივერსიტეტის განვითარებას და პროფესორს და არა ვიღაცის ხელფასებს.